მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს არის 2026 წლის 30 ივლისი. და ეს დღე იყოს საუკეთესო თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს. არ დაგავიწყდეთ მადლობა გადაუხადოთ ღმერთს ახალი დღისთვის, რომელიც მან გაჩუქათ. ის აღარასოდეს განმეორდება. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ეს დღე ისეთი იყოს, როგორი ხილვაც უფალს სურს. ხოლო იმისათვის, რომ კარგად გაიგოთ, როგორი სურს უფალს მისი ხილვა, რა თქმა უნდა საჭიროა პირველ წყაროების კითხვა. პირველ წყარო კი არის ბიბლია. მაშ ასე. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემაა როგორ გავმდიდრდეთ. რატომ არის ზოგი მდიდარი, ზოგი კი ღარიბი? აი მე გეტყვით, რომ ისინი, ვინც ბიბლიას კითხულობს, მე გირჩევთ ამის გაკეთებას ყოველ დღე. განსაკუთრებით ახალგაზრდებს. სულ მცირე 40 წლიდან მაინც, რათა ცხოვრება გაიგოთ. მაშინვე ნათელი გახდება ყველაფერი. რადგან იესომ ერთხელ და თქვენ ამასაც იქ ამოიკითხავთ. თქვა, ის ჩვეულებრივ ათასობით, 10,000-ობით ადამიანს ოყრიდა თავს. მას უსმენდნენ, ხოლო მოციქულები გადასცემდნენ ყველაფერს, რასაც ღვთის ძე ამბობდა. და მან თქვა შემდეგი. სწორედ ეს კითხვა დაუსვეს. და მან იგავი მოიყვანა. იყო, ბატონი არა, მაშინ ბატონები არ იყვნენ. ეს მრავალი 1000 წლის წინ იყო. იყო მდიდარი ადამიანი. დავარქვათ მას პატრონი. მას უზარმაზარი მეურნეობა ჰქონდა. და ყველა მუშას შორის მან რამდენიმე ადამიანი შეარჩია, რომლებსაც ასეთი ანდერძი დაუტოვა. მონებო, მე დიდი ხნით მივდივარ. თქვენ მეგობრებს არ გიწოდებდათ. მონებს გეძახდათ. დიდი ხნით მივდივარ და ბევრი ფული მაქვს. მინდა რომ ამ ფულმა იმუშავოს. აი მაქვს 10 ტალანტი. ტალანტი კი, იმ დროს ამ ვალუტას სხვადასხვანაირად ეძახდნენ. როგორც ვიცი, ეს იყო ვერცხლის დიდი ნაჭერი გამოსახულებებით. და აი მან 3 ადამიანი აირჩია. ერთს 5 ტალანტი მისცა, მეორეს 3, ხოლო მესამეს 1 ტალანტი. რაზე მეტყველებს ეს თუ დავფიქრდებით? ამის გასაგებად, სულ ცოტა ჩემი ასაკი უნდა გქონდეთ. იმ დროს პატრონი ხვდებოდა 1000-ობით მონიდან, რომელი უნდა აერჩია ამ მნიშვნელოვანი საქმისთვის, რადგან მასაც, როგორც დღეს თქვენ, უფრო მეტი ფულის შოვნა უნდოდა. აი ამიტომ ერთს 1 ტალანტი მისცა, მეორეს 3, ხოლო მესამეს 5. და უთხრა. ბიჭებო, მე მივდივარ მივლინებაში. აი თქვენ აიღეთ ეს ფული და კიდევ მეტი ფული გამოიმუშავეთ ჩემთვის. დამჭირდება. და წავიდა. ხოლო როცა დაბრუნდა რამდენიმე წლის შემდეგ, თავისთან გამოიძახა ეს 3 ადამიანი. იმ დიდი თანხებით, რომლებიც მან მათ მისცა. ვინც 5 ტალანტი მიიღო, აძლევს მას 10 და ეუბნება. ბატონო, მე ვეცადე. ამიტომ კიდევ 5 გამოვიმუშავე. ყველაფერი შენია. არა, ეუბნება ბატონი. აიღე ისინი, ისე ვიმუშავე და გააგრძელე. მე მინდა კიდევ უფრო მდიდარი ვიყო. შენ ძალიან კარგი ხარ. მეორემ მისცა იგივე 3 და დაუმატა კიდევ 3. ამბობს, მეტი მე აღარ შემეძლო, მაგრამ ფული კარგად დავაბანდე. და აი 6 ტალანტი. და ისიც მისცა მას. ეს 6 ტალანტი. რათა უფრო მეტი ფული გამოემუშავებინა. ხოლო უკანასკნელი წავიდა ბაღში. ამოთხარა ის ტალანტი, რომელიც ბატონმა მისცა. მიუტანა მას. გაწმინდა ჭუჭყისგან და უთხრა. აი შენი ტალანტი. შენ მომეცე ის, მე კი დაგიბრუნე. მე პატიოსანი ადამიანი ვარ. და ბატონმა უთხრა, არა ჩემო ძვირფასო. აქ მე პატიოსნება კი არ მჭირდებოდა. შესაძლებლობები, სურვილი და დიდი შრომა იყო საჭირო. შენ საერთოდ არაფერი გაგიკეთებია. ამიტომ ვერაფერი გამოიმუშავე. მაწყენინე და გელოდება სასჯელი.
ბიბლიაში ნათქვამია, რომ მან გაგზავნა იგი იქ, სადაც იქნება გოდება და კბილების ხრჭენა. არ ვიცი რა ადგილია ეს. მაგრამ როგორც ჩანს, არც თუ ისე სასიამოვნო. ასე რომ მეგობრებო, ღმერთმა შეგვქმნა თავისი ხატისა და მსგავსების მიხედვით. იმდენად, რომ ჩემი აზრით, მე ეს არსად წამიკითხავს. ადამიანს აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთება შეუძლია. არ არსებობს არაფერი, რაც ადამიანს ღმერთისგან არ ქონდეს მოცემული. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ტომარაში სვამენ და მდინარეში აგდებენ. ისინი იქ მთელი დღეღამე იმყოფებიან ან მარხავენ, ზუსტად აღარ მახსოვს. და ისინი შემდეგ ცოცხლები და ჯანმრთელები არიან. ადამიანს შეუძლია ფრენა, ადამიანს შეუძლია რაკეტის გაშვება სხვა პლანეტებზე. როგორც ამას აკეთებს მასკი. მასკი, დიახ, მას ტრილიონის ოდენობით აქვს ქონება. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა თანხაა ეს. მეც კი ვერ წარმომიდგენია, ვფიქრობ, რომ ეს მთელი ევროპის ბიუჯეტია. დიახ, მშვენიერია. ჩვეულებრივ ძალიან მდიდარ ადამიანებს ცუდი ხასიათი აქვთ, მაგრამ მათ ძალიან ბევრი საზრუნავი აქვთ. ბრძენები არ ურჩევენ ყველას ფულის ჩუქებას. რადგან პრობლემების გარდა ისინი ცოტა რამეს თუ მოიტანენ. ერთს მოკლავენ. მეორე დაკარგავს ამ ფულს. ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ ადამიანი, რომელსაც დიდი ფული აქვს და დიდ ფულად შეიძლება ჩაითვალოს 100,000-იც და 10,000-იც. ესეც დიდი ფულია. 1000-იც დიდი ფულია. ის მუდმივად შიშში ცხოვრობს. ახლა ქურდები მოვლენ, მოიპარავენ. ვის ენდო? ვის მიენდო? სად ჩადო ისინი? ფირმები კოტრდებიან. თვითონ კი უკვე მუშაობა აღარ უნდა. ან ასაკშია. დიახ. და გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი უზარმაზარი პრობლემა. აი რა მომწერა ხელოვნურმა ინტელექტმა. თუმცა ჯერ მას ჩემი აზრი მივეცი, ასე რომ მეც შემეძლო რაღაცით დავხმარებოდი ხელოვნურ ინტელექტს. ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, ისრაელში, შვეიცარიაში ადამიანს შეუძლია პატიოსნად გამოიმუშავოს უზარმაზარი ქონება. და საერთოდ ყველა თავისუფალ ქვეყანაში, არა მხოლოდ ამ ქვეყნებში, რადგან იქ მუშაობს სამართლის ინსტიტუტები, საკუთრების დაცვა, სასამართლოები და კონკურენცია. იცით, გაოცებით გავიგე, რომ ისრაელში რუსულენოვან ადამიანებს არ იღებენ. არ იღებენ მოსამართლეებად, რადგან გენებით გადაეცემა მენტალიტეტიო. საბჭოთა პერიოდში ყველას ქურდული მენტალიტეტი გქონდა. სამწუხაროდ, ყველა რაღაცას ეზიდებოდა. როცა ამას ვამბობს წყინთ. ერთხელ საუბარი მქონდა ერთ უფროსთან, ბრიგადირთან. მეუბნება, რას ლაპარაკობ? მე არასოდეს მომიპარავსო. კარგი. შენ რაღაც სამუშაოებს იღებდი, ხელს აწერდი. მაგრამ ზუსტად იცოდი, რას აწერდი ხელს და ზუსტად ზომავდი იმ შესრულებული სამუშაოს მოცულობას მეთქი. გაჩუმდა. რა თქმა უნდა არა. შეიძლება დავიჯერო, რომ მას ქრთამს არ აძლევდნენ. თუმცა ძნელია დაიჯერო, რომ ხელს აწერ ფურცელს, ფინანსურ დოკუმენტს და ამისგან არაფერს იღებ. ქრთამები, ქურდობა. მუშაობდი მტვირთავად. ბოსტნეულის მაღაზიაში, როცა სტუდენტი ვიყავი. ღმერთო, ყველა იპარავდა. თანაც ეს ცუდ ტონად ითვლებოდა და შეიძლება დამბეზღებლად ჩაითვალათ, თუ მაღაზიიდან ცარიელი ავოსკით გამოხვიდოდი. ჩემს ავოსკაში ყოველთვის გამყიდველები მიტენიდნენ მანდარინებს. არა, ფორტოხლებს. თანაც ქართულებს და გუბინსკებს. ყველა მეგობარსაც დავურიგე. აღარ ვიცი კიდევ სად წავიღე. ძაღლების გამოყვებასაც კი ვცდილობდი დეპრესინებით. არ ჭამდნენ.
ბოდიში ცუდი სიტყვისთვის. დიახ. მოსამართლეებად არ იღებენ. სამართალიც აქ განსხვავებულია. კარგი, ეს ცალკე საკითხია. არ ვიცი როგორ არის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში არა. ცოტა ხნის წინ წავიკითხე ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ებრაელი ქალი, რომელიც ამერიკის უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობას იკავებდა. ეს ძალიან მაღალი თანამდებობაა. და თვით ტრამპი ან ბაიდენი, როცა იყო წავიდა დაკრძალვაზე პატივის მისაგებად. დიახ. ფულის პატიოსნად გამომუშავება მხოლოდ იმ ქვეყნებში შეიძლება, სადაც ადამიანები თავად ქმნიან სახელმწიფოს. რას ნიშნავს თავად ქმნის სახელმწიფოს? პირველ რიგში შენ იცი კონსტიტუცია, მეორეც შენ იცი კანონი. მესამეც შენ იცი, რომ შენს აზრზეა დამოკიდებული როგორ განვითარდება ქვეყანა. შვეიცარია მაგალითად. ესაა ქვეყანა, სადაც არც ერთი კანონი არ მიიღება, სანამ მთელი მოსახლეობის აზრს არ მოისმენენ. ეს არის რეფერენდუმის მხარე. ეს არის მსოფლიოში ერთადერთი ასეთი ქვეყანა. ცოტა რთული პროცედურაა, მაგრამ მათ ძალიან უყვართ თავიანთი ბუნება. მე კი ყოველთვის ვადარებ შვეიცარიას საქართველოს. ერთხელ, როცა ჟენევაში ვიყავი, ხიდის აშენებას ცდილობდნენ. იქ ძალიან დიდი ტბა. დაახლოებით 50 კილომეტრზეა გადაჭიმული მთელ შვეიცარიაში. სუფთა, დიახ. ხელისუფლებას უნდოდა ხიდის აშენება. მოსახლეობამ კი თქვა, არა, ამ ტბაზე ხიდი არ იქნება. ასეთი ამბებია. ლამაზია, არა? იახტები, სახლები. გაჩვენებთ სახლებსაც, ჩემსასაც, მასკის სახლსაც და რელდოსაც. და ჩემი არაფრით არ ჩამოუვარდება მათ სახლებს. დიახ, ამ სამყაროში ბევრი რამ არის ლამაზი, მაგრამ მინდა წინასწარ ვუთხრა მათ, ვინც სიმდიდრეზე ოცნებობს, რომ სიმდიდრე მოითხოვს გარკვეულ წესებს და ქცევას. საქმის წარმოების წესებს, რომლებსაც ღმერთი გაკისრებს, როცა ფულს გაძლევს. თუ მათ არ დაიცავ, საშინლად დაასრულებ. უფალი დაგშის. შემდეგ არსებობს კიდევ მეათედის წესიც. ის უნდა შესრულდეს. მაგრამ როგორ უნდა გაიღო მეათედი? $1,000,000-დან. თითქოს არ გინდა. თქვენ სხვაგვარად ფიქრობთ? თუ ამას არ აკეთებ, აზრს კარგავს შენი შემოსავალი, შენი ჯანმრთელობისთვის, შენი ხვალინდელი დღის რწმენისთვის. საერთოდ აზრი ეკარგება. ასეთი ამბებია. მაგრამ აქ ჩნდება პრობლემა. ვის მისცე მეათედი? რადგან დღეს ქურდული სტრუქტურები გამრავლდნენ. სიამოვნებით იღებენ ღმერთისთვის განკუთვნილ მეათედს და ხარჯავენ ან ნარკოტიკებზე, ანდაც კიდევ ასეა. თანაც გეტყვით, ამ ტრილიონების ნახევარზე ბევრად მეტი მიდის იმაზე, რომ უსახლკარო ბავშვები ნარკომანებად იქცნენ, რომ ომები გაგრძელდეს, რომ ადამიანები იხოცებოდნენ. ეს ხომ საშინელებაა, ნამდვილი საშინელება. კარგი, ეს ერთი პრობლემაა, ხოლო მეორე, შენ საკუთარ ცხოვრებას აუტანელცხდი. თუ ავიღებთ პროცენტული თვალსაზრისით თუ ნახავთ, ვინ უფრო ხშირად ჩადის თვითმკვლელობას, დაინახავთ, რომ ძირითადად ეს მდიდარი ადამიანები არიან, რომლებსაც ცხოვრება მობეზრებული აქვთ. იმისთვის, რომ მდიდარი იყო, მუდმივად უნდა შეინარჩუნო ეს მდგომარეობა. არ არსებობს ისეთი რამ, რომ თავზე ტრილიონი დაგეცეს და მხოლოდ ხარჯავდე. აი, ლამაზი გოგონები,
მეგობრები, ბევრია მლიქვნელი. არა, შენ უნდა იმუშავო, იშრომო. თანაც შენს მოქმედებებზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. დიახ, ეს პრობლემაა. ახლა კი დაარწმუნო ადამიანები, რომლებსაც ფული არ აქვთ იმაში, რომ ფულის ქონა ცუდია ან რთულია. ალბათ ძნელია. ძნელია. აი ბოლო მაგალითი. აიღეთ რაიმე ნივთი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ. ყველაზე მეტად ცხოვრებაში. დიახ, გართმევენ. თქვენ მზად ხართ მის გარეშე იცხოვროთ. აი აბრამოვიჩმა იყიდა იახტა. იქ მას როგორც ვიცი, ანტისარაკეტო სისტემებიც კი აქვს. მას ის წაართვეს. და როგორ გრძნობს თავს. და მთავარი, როგორ გრძნობენ თავს ისინი, ვისაც ამ ფულის გამო სძულთ იგი. საერთოდ სიძულვილი, ეს საკუთარი თავის მოკლა. ჩვენ დაბადებიდან მდიდრები ვართ. ამას ამბობდა. ყველაფერი იმისთვისაა, რომ ბედნიერები ვიყოთ. სხვა საკითხია, რომ მან მოგცა ასევე ბედი. ერთი მუშაობს ქარხანაში, მეორე ქმნის რაღაც კომპიუტერულ პროგრამებს და გენიოსი ხდება. ყველგან შეიძლება გახდა გენიოსი. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მხატვრობაში, მუსიკაში, სადაც გინდა. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გიყვარს შენი საქმე. აი ასე. კიდევ რა შეიძლება გითხრათ ფულზე საინტერესო? ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ქადაგება მაქვს მოსმენილი, სადაც ძალიან ჭკვიანი ადამიანი, რომელსაც მე ყოველთვის ვეყრდნობი აქ, ისრაელში, მაგალითს ყვებოდა, რომ მასთან ყოველთვის დადიოდა მრევლის წევრი, რომელსაც ჰქონდა იდეა ლოტოში მოგების შესახებ. არ ვიცი რა თამაშია ეს, მაგრამ ისრაელში ის პოპულარულია. მილიონი შეკელი. ეს დაახლოებით $300,000. დიდი ფულია. და ის ხედავდა სიზმრებს, როგორ მოიგო ეს ფული, როგორ ხარჯავს მას. ის მივიდა რაბინთან და უთხრა: მომისმინე, მე დამესიზმრა. მე ზუსტად ვიცი, რომ ამჯერად მილიონი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცნობდი ამ ადამიანს და ეს სიმართლე იყო. არც ისე ვარ ფულზე ორიენტირებული, უბრალოდ ვიცი, რომ ეს იქნება. ის იმდენად დარწმუნებული იყო ამაში, რომ რაბინმა გადაწყვიტა მისი რწმენა შეემოწმებინა და უთხრა: კარგი, დარწმუნებული ხარ, რომ მოიგებ? მაშინ ასე გავაკეთოთ. მე ახლა გადაგიხდი ამ თანხის ნახევარს. 500,000. 1,500,000 შეკელს მომცემ. ერთად წავალთ. შენ იყიდი ბილეთს და მომცემ მას. რაზეც უპასუხა: არა. მე მილიონს მოვიგებ. მაგრამ შემდეგ ასე მოხდა. რადგან ის პატიოსანი ადამიანი იყო, მივიდა იმ რაბინთან და უთხრა: არა, მე არ ვიყიდი ამ ბილეთს, რადგან ამ ბილეთთან ერთად ჩემს თავზე ჩამოიშლება იმ ადამიანების სიძულვილი, რომლებიც მიყვარს. ბევრის. ყველასი არა, მაგრამ ბევრის. ღმერთო, მართლაც რამხელა ვალდებულებაა. ებრაელი ბრძენები ამტკიცებენ, რომ ღმერთი ფულს თითქოს იმისთვის გაძლევს, რომ უბრალოდ ჩეკები გამოწერო და ეხმარო. ჩვენი ყოვლის შემძლეუფლისთვის არ არსებობს იმაზე დიდი სიკეთე, ვიდრე სხვების დახმარება. იმ ადამიანისთვის, რომელიც არასოდეს გინახავს, არ იცნობ
და მადლობასაც კი ვერ გეტყვის. и не знал. И он мне скажет, აი ასეთი მიზანი დავისახე ჩემთვის. вот такую цель я როდესაც ვაკეთებდი поставил საიტს себе, საქართველოში. делая აი ასეთი მიზანი დავისახე. და ის მუშაობს. вот такую поставил. ადამიანები იწყებენ И она ჩემს работает. გაგებას. Люди начинают меня понимать. ღმერთისთვის Нет больше. არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, თუ ის ხედავს, რომ მისი ქმნილება Видишь, что რწმენის его ფილოსოფიას იგებს. понимает Ხოლო философию веры. А она в ის основном ძირითადად იმაში მდგომარეობს, уповай на Бога. რომ ენდო ღმერთს და არა ფულს. Бог всё для ღმერთი тебя ყველაფერს შენს სასარგებლოდ გადაწყვეტს. проблем. შენ არ გაქვს პრობლემები. Но только ты, იყავი ადამიანი. ну будь человеком. თუ უკვე ფულზეა საუბარი, Если уже разговор, გამოწერე чекები. выписывай чек, განკარგე. распоряжайся. Но не в свою მაგრამ არა შენი пользу, სარგებლისთვის не на проституток. და არა მეძავებზე. И не ან на, რაღაც не знаю, ცუდ საქმეებზე. такие вещи. А на хорошее. კარგია ის, რაც ღმერთს მოსწონს. Вот такие дела. Так что აი ასეთი ამბებია. подумай, ასე რომ დაფიქრდით, გინდათ თუ არა იყოთ მდიდრები, или вы хотите თუ быть გინდათ теми, იყოთ ისინი, ვინც დღეს ხართ. кем есть сегодня. Дети, ბავშვები, семья, ოჯახი, хорошая კარგი работа, სამუშაო, რომელიც მოგწონთ которая вам და რომლისგანაც შედეგს იღებთ. от которой вы имеете результат. Это აი и ეს есть არის კარგი. класс. Я вам скажу, არი что, ფიქრობ თითქოს например, ვხუმრობ, не подумайте, მაგრამ что ყველაზე მეტად მე больше всего мне თავისუფლება дает მიყვარს. очень свободу. Свобода თავისუფლება для меня. ჩემთვის ყველაფერია. И после армии, ჯარის когда я შემდეგ, работал როცა в მტვირთავად ვმუშაობდი, я вам скажу, что ჩემთვის это უკეთესი никогда სამსახური не არასოდეს было ყოფილა. никогда. რადგან Потому что я ვისწავლე ვაჭრობაში научился არსებული წესები. правилам, существующим в торговле. მტვირთავს У грузчика თავისი были უფლებები ჰქონდა. права. То есть, ანუ если мне нравилось, თუ გამყიდველი მომწონდა, ну, не сволочь, არა, მაშინ то я мог принести შემეძლო მისთვის 5 მიმეტანა. А не нравилось, თუ არ то მომწონდა, я ვეუბნებოდი. ребята, да? მომეცი 3 მანეთი და მაშინ მოგიდან. И და давай. მაძლევდნენ ფულს. Да, დიახ, я ამითაც зарабатывал ვშეულობდი. на этом тоже. ეს იყო Но ჩემი это было თავისუფლება. как-то свободно. Кругом. Круг. ხილი, რომლისთვისაც უზარმაზარი რიგები იდგა. Я знаю это. მახსოვს იქ მეფე ვიყავი. Король на имени. აი ასეთი ასოციაციები მაქვს. Какие-то у меня ассоциации. Мне нравилось. მომწონდა свобода. მეეზოვის სამუშაო. Я люблю чувствовать, სიცოცხლე მიყვარს. когда я და როცა ვგვიდი, ჩემს შემდეგ ცუდი არაფერი რჩებოდა. Такого не оставалось. Я в садике ბაღში ვმუშაობდი, როცა ვსწავლობდი. учился, я разные სხვადასხვა სამუშაო გამოვცადე, მაგრამ пробовал. Но я ненавидел. ქარხანაში მუშაობა მძულდა. Боже, там ღმერთო, იქ ისეთი ხმაური იყო. кошмар. საშინელება. Можно с ума ნორმალური сойти. შემოქმედებითი Нормальный ადამიანი человек შეიძლება გაგიჟდეს. можно сойти с ума. И каждый თითოეული день თავისთვის себе что-то რაღაცას ამზადებდა, რასაც შემდეგ გაყიდდა. продать. Ну, вот в той აი იმ бригаде, ბრიგადაში, где я სადაც მე ვმუშაობდი, все занимались ყველა იმით იყო тем, что დაკავებული, რომ ამზადებდა უჩვეულო საკეთებს, необычным. რომელთა გაღებას უკვე ვერავინ Никто не შეძლებდა. сможет. И продавали ბაზარში по 10 10 მონეთად ყიდდნენ. на базаре. Ну и покупали. იყიდებოდა კიდეც. Ладно. не კარგი, в ту სხვა сторону მიმართულებით пойдем. წავედი, Но მაგრამ что Бог აი дал რაც ღმერთმა მოგცა, научиться этому ვისწავლოთ ამით გახარება. это ეს დიდი სიკეთეა, величайшее უდიდესი სიკეთე. благо. И და когда, როცა მე не знаю, არ ვიცი, но это Божий ეს дар, ნამდვილად ღვთის ნიჭია, что я очень რადგან ძალიან მიყვარს ბუნება и я და მე больше не ბედნიერი, комфортом был უფრო არა კომფორტით ვიყავი. потому что я видел эти არა, черепа, არამედ იმით, რომ ხედავდი იმ 100 300 კილოგრამიან კუებს, რომლებიც 150, 200 წელს ცოცხლობენ. эти рыбы. იმ თევზებს, Боже, каких ღმერთო, რა საოცარი ფერების არიან. острова, უკაცრიელი კუნძულები. острова. Да, кораллы. Я был в მე самом ყველაზე ძვირადღირებულ ადგილებში ვიყავი, Да. Ну, მაგრამ скажу вам, გეტყვით, რომ იქ მდიდარი ადამიანები люди არ вот ცხოვრობენ. так не живут. და საერთოდ არავინ ცხოვრობს, რადგან ეს ყველაფერი მათი არ არის. Вот почему я აი რატომ ავირჩიე საქართველო? хотел ვფიქრობ ვირჩევდი შვეიცარიასა და საქართველოს შორის. гордитесь своей страной. იამაყეთ თქვენი ქვეყნით. Дал вам ღმერთმა თქვენ მსოფლიოს
ყველაზე ლამაზი ქვეყანა მოგცათ. რადგან შვეიცარიაც ასეთივეა, მაგრამ იქ ზღვა არ არის. საქართველოში კი არის. და ხეებიც უფრო მრავალფეროვანია საქართველოში. დიახ, დიდი ქვეყანაა. არაჩვეულებრივი სილამაზით. კიდევ რა შეიძლება კარგი ითქვას? ფულს ბოროტება მოაქვს, მის გამო კლავენ. ბევრი კარგავს შვილებს. ყველაზე საყვარელ ადამიანებს, რადგან ყველა პოტენციური მემკვიდრე მუდმივად ფიქრობს იმაზე, რომ მილიარდერი მალე მოკვდება და ისინი მემკვიდრეები გახდებიან. და ეს ფიქრები, რადგან სამყარო მატერიალურია, მაინც სადღაც ტრიალებს და ისინი გარკვეულ პრობლემებს გიქმნიან. დიახ, იყო უბრალო, კარგი ადამიანი. ეს საუკეთესოა, რაც ღმერთმა კაცობრიობისთვის მოიფიქრა. თუ ამას ახერხებთ, თუ თქვენში სიძულვილი არ არის, არამედ მხოლოდ რწმენა, იმედი, სიყვარული, ცოდვის ჩადენის შიში და შემოქმედზე, ჩვენს ღმერთზე მინდობა გაქვთ, მაშინ თქვენ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ხართ. ალბათ სულ ეს არის, რადგან თუ კონკრეტულად იმაზე ვისაუბრებთ, როგორ უნდა გამოიმუშავა ფული, მაშინ შემიძლია ნებისმიერი ბიზნესი აგიწყოთ. თუ თქვენ გაქვთ იდეა და გსურთ გახდეთ ბიზნესმენი, ეს კარგია ქვეყნისთვის. ყველასთვის კარგია, რადგან იხდით გადასახადებს. ისინი ბიუჯეტში მიდის, ხოლო ბიუჯეტიდან პენსიებზე და სხვადასხვა დახმარებაზე იმ ადამიანებისთვის, ვისაც ფული არ აქვს. მე შემიძლია აგიწყოთ ბიზნესი. თუ თქვენ მხოლოდ ფულისკენ კი არ ისწრაფვით, არამედ საკუთარი თავის რეალიზაციის იდეისკენ, იყოთ ისეთები, როგორიც ყველა არ არის. მაგრამ ეს ფული ღირს. რადგან ყველაფერი რაც უფასოა, არაფრად ფასობს. ამიტომ ვისაც ფულის შოვნა უნდა, გადაიხადოს ასეთი ლექციების საფასური. სამწუხაროა, მხოლოდ ის, რომ ძირითადად გამოდიან წარუმატებელი ადამიანები, რომლებსაც არაფერი გამოუვიდათ და გადაწყვიტეს ამით ფულის შოვნა. ამას კოუჩინგი ჰქვია. ანუ ახლა ისინი სხვებს ასწავლიან. კარგი, ამით ალბათ ყველაფერი ვთქვი. მშობლებს აუცილებლად დაურეკეთ. ეს მნიშვნელოვანია თქვენი ბედნიერი ცხოვრების დასაწყისისთვის. როგორც თქვენ მოექცევით სხვებს, ისე მოგექცევიან თქვენს. წარმატებებს გისურვებთ, მეგობრებო, და ყველაფერს საუკეთესოს.